აბა თუ თქვენი სურვილი იყო, რა იყო თქვენი სურვილი? რატომ მოდიოდით, აბა? თუ ხათრი ვერ გაუტეხეთ მასწავლებელს. თქვენი გაცნობა მინდოდა. ჩემ მეც მინდოდა თქვენი გაცნობა. ადამიანის გაცნობა მარტო სახელი და გვარის შემოიფარგლება? მოდი მაშინ ესე ვთქვათ, ესე იგი. ერთმანეთი რო გავიცნოთ. რა გავაკეთოთ, იცი? ჩვენი თავები დავახასიათოთ, გინდათ? დავახასიათოთ? არ გაგიჭირდებათ? კი. აი მაგალითად რომ დავახასიათოთ ჩვენი კარგი თვისებიდან, აი რასაც ჩვენ ვამჩნევთ ჩვენს თავში, ორი რამ რო ვთქვათ და რაც ცუდი თვისება გვაქვს, რაც არ მოგწონს ჩვენს თავში. ორი რო ვთქვათ ეგეთი. შეიძლება სულაც ისეთი რომ არავინ არ იცოდეს ჩვენს კლასში. შეიძლება გვაქვს ისეთი რამე. არ გაგვიჭირდება? აი მაგალითად ვინმე რო თქვას რომ მე მაგალითად შიშარა ვარ, შურიანი ვარ, ამპარტავანი ვარ, ეგოისტი ვარ, ეგ რო თქვა შეძლებთ? კი. აი რაც არ მოგწონს თქვენ თავში რო თქვა შეძლებთ? ვერა? რატო ვერ შეძლებთ? თქვენ პარალელურ კლასში თუ შეძლებენ მაგას? ვერც იქ ვერ შეძლებენ? შენ ხარ იმ კლასიდან? არა? იყავი? რატო ვერ ამბობს ადამიანი მაგას? და რატო თქვენ? ეგ მართალია, მაგრამ აი გონია რომ დასცინებენ, ხო მართალია. ესე იგი დამცირებული რომ არ იგრძნოს თავი. ხო, დამცირებულად რომ არ იგრძნოს თავი, ხო მართალია და მოდი ახლა ესე ვთქვათ. ესე იგი თურმე რაღაც ყოფილა ჩვენში ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვარცხვინოს? ეგრე არ გამოდის? ალბათ თუ შიგნით ყველაფერი საამაყო მაქვს. ჩემს ხასიათებში, სურვილებში, მიდრეკილებებში. მაშინ ესე იგი რატომ ცხენია რომ ეს ვაღიარო? გესმით რის თქმა მინდა? ესე იგი თურმე ყოფილა ჩემში რაღაც ისეთი, რასაც მე ესე ხმამაღლა ვერ ვიტყვი. ხო მართალია? და ეგეთი რამე ყველა ადამიანშია? თქვენ როგორ ანუ არის რომელიმე ადამიანი რომ მას შეუძლია რომ მთელი მისი შინაგანი მდგომარეობა გარეთ გამოიტანოს და სააშკარაოზე გამოიტანოს, გამოფინოს, არის ვინმე ეგეთი ადამიანი რომ არაფრის არ შეცხვება, რაც მას აქვს ხასიათები. ან მარტო ხასიათი კი არა, რაღაც ჩვევები, რაღაცა ფიქრები, ყველაფერი შეუძლია რომ ესე სააშკარაოზე გამოიტანოს. ესე იგი რა გამოდის? რისით ჩვენ გვცხენია, რისით თქმაც გვცხენია? ეგ არის ცოდვა. ცოდვა. ესე იგი აი ვის გაეხარდება რომ იმის აღიაროს რომ სადღაც მე დამენანა და იმიტომ არ მოუტეხე ვიღაცას რაღაცა. აი რო დამენანა. ამას ახლა მე სიამაყით ვიტყვი? ვერ ვიტყვი. შეიძლება სიცხვილით თქვა, ან ისიც ვერ გავბედო, ხო მართალია. ესე იგი ეგ ცოდვა ყოფილა ჩემში, რადგან მე ამის თქმა მცხენია. რომ შემეშინდა, გამიადვილდება ამის თქმა. ან რო შემშურდა ვიღაცამ რომ აი ამ ლამაზმა გოგონამ კაბა იყიდა და მეორე შეშურდა, რომ დამწუხდა იმის გამო. შური რა არის? ერთი ადამიანი რომ მწუხარებს იმის გამო რომ მეორემ რაღაც შეიძინა. ეგ არის შური. შური არის მწუხარება სხვის სიკეთეს. სხვას რაღაცა უხარია და მე რო ამ დროს მწუხარებ. და ამას ადამიანი ესე ხო ვერ იტყვის. ხო ვერ იტყვის რომ მე იცი რა მე შემშურდა რომ შენ ლამაზი კაბა იყიდა. ხო ვერ იტყვის. არა და რამდენჯერ ყოფილა რომ ადამიანი თავის გულში ამას გძნობს. რომ სხვას რომ რაღაც სიკეთე აქვს, ის მწუხარებს. ხო ყოფილა ეგეთი შემთხვევა? არ ქონიათ ეგეთი შემთხვევა? თუ თავის დაქნევაც უკეს ვიცხვილია. ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ან მაგალითად აი თავში აზრი არ მოგსვლიათ რომ ის რაც უდათ იქცევა,
ის ანაირად იქცევა, მე მაგაზე უკეთესად მოვიქცეოდი და მაგ ფიქრებს აღიარებ, რომ მე ესე მოვიქცეოდი? ეგ ამპარტავნება. ესმით აი და ესე რო ჩავყვეთ ჩვენს თავში უამრავ რამეს აღმოვაჩენთ ისეც რისი ხმამაღლა თქმა ჩვენ შეგწყვეტ. მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელ დღესაც ადამიანი ყველაფერს გამოაშკარავს, უნდა თუ არ უნდა. მაგალითად, ერთი ამბავი მოგიყვეთ, სულ ახალი ამბავი, შეიძლება ძველადაც ნათქვამი ჩემს მიერ, მაგრამ მაინც ახალი. მოხდა ესეთი რაღაც. ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. და ბავშვები გამოეფინენ, თან ახლა ხო როგორ მონატრებულები ვართ თოვლს და დიდი თოვლი რომ მოდის რიამოლით. გამოცვიდნენ ბავშვები, ზოგი გუნდაობს, ზოგი ციგაობს, ზოგი თოვლის პაპას აშენებს ერთმანეთის დახმარებით. და არის მთელი სასიხარულო შეძახილები და მთელი ამბები. ამ დროს ბავშვებს მოესმათ რაღაცა უცნაური ხმები. რომ თოვლის ქვეშიდან, თოვლის სიღრმიდან რაღაცა ხმები ისმის და იძახიან, რომ მე ვარ ოქროსი, მე ვარ ოქრო, მე ვარ ოქრო. ვერ გაიგოთ რა ხდებოდა. მერე იქ ჩამოიარა ერთმა მოხუცმა კაცმა, სანდრო პაპა ერქვა. ჩამოიარა და ეკითხებიან, პაპი, ესეთი უცნაური ხმები, თქვენს გესმითო? კიო შვილო, დაამშვიდა ამ კაცმა, ეგ იცი რა არისო? თოვლის ქვეშო მიწაზეო, სანამ თოვლი მოვიდოდაო, სხვადასხვა მეტალის ნივთები იყო. ზოგი სპილენძი, ზოგი ვერცხლის, ზოგი რკინის, ზოგი ალუმინის, ზოგი ოქროსი. და ეხლა იმ მეტალებიდან რომელია ყველაზე ძვირფასი? აი რაც ჩამოვთვალე, ხო ოქროა ყველაზე ძვირფასი და ეხლა ყველა ყვირის რომ მე ვარ ოქრო და იმიტომ რომ იცია რომ ოქრო ყველაზე კარგიაო. და თან იმედი აქვს რომ აბა ამას ვინ გაიგებს, იმ ხელა თოვლი ადევს და ზემოდან არაფერი არ ჩანს, ვინ არის ოქრო და ვინ არ არის ოქრო. ყველას უნდა რომ ესე წარმოაჩინოს თავი რომ მე ვარ საუკეთესო. აი როგორც თქვენ თქვით რომ იმათ ჯობი ვართ, მე ვარო კარგიო, ისინი არ ვარგან. ხოდა რომ მოვთხაროთ და ვნახოთ ეს ბავშვები ეკითხებიან, აბა იქნებ მართლა ყველა ოქროსიაო და არაო, არა მოთხაროთ, აცადეთ. დადგება ერთი დღეო, როცა ყველაფერი გამოაშკარავდება. და თან იცი პაპამ რა უთხრა? იმ სხვა მეტალებს შეუძლიათ რომ ერთი საიდუმლო მეთოდი გამოიყენონ და ყველა ოქროსი გახდეს. მაგრამ ესე იგი იმ ოქრომაც უნდა სიფრთხილე გამოიჩინოს, თორე ის ოქროც შეიძლება რკინა გახდეს, ან სპილენძი გახდეს, თუ არ გაუფრთხილდა თავის აი ამ ძვირფას მდგომარეობას. და ყველა შეუძლიაო რომ ოქრო გახდესო პაპიო, კიო პაპი, ყველა შეუძლიაო მოხუცი ამშვიდებს ამ ბავშვებს. და როდის იქნება ეგო და პაპამ უთხრა, ის დღე რო დადგებაო. და ამ პაპას იმდენად ჯეროდათ რომ ესე იგი აი ბოლომდე ენდობიან და მეტი აღარაფერი არ უკითხავს. ჩაეხუტა ეს მოხუცი ბავშვებს, მოეფერა და წავიდა. ბავშვებმა გააგრძელეს ჟრიამული, გუნდაობა, ციგაობა და თან აი ამ სასიხარულო ხმებთან ერთად კიდევ ესმოდათ ქვემოდან მე ვარ ოქრო, მე ვარ ოქრო. გადაავიწყდათ ეს ამ დღის ამბებიც, პაპას ნათქვამიც და გავიდა დრო. და ერთ მშვენიერ დღეს დადგა ის დღე, პაპამ რა უთხრა. მზე ამოვიდა და დაადნო ეს თოვლი. და ბავშვები იმ წუთში ფანჯრებს მიჰცვიდნენ. რა ხდება ნეტა გარეთ? ხო გაახსენდათ რომ ქვეშ რაც არის. ზოგი სახლის კარები გაიღო, ბავშვები გამოცვიდნენ, აკვირდებიან იმ სხვადასხვა მეტალს. და ამ მეტალებიდან რკინა, ალუმინი, სპილენძი, ვერცხლი ყველა თავშაღუნული დგას. ახ მას ვერ იღებს, ვეღარ ამბობენ მე ვარ ოქრო, იმიტომ რომ ყველამ დაინახა ვინ რა არის. ხოლო ოქრო არ ამბობს არაფერს. ან რა უნდა თქვას? ყველამ დაინახა რომ ისიც ოქროა და რაღაც უნდა ამის თქმა. ხო და ნახეთ საქმე რაშია. დღეს შეიძლება ჩვენ ყველანი ვამბობთ რომ კარგები ვართ
ჩვენს ცოდვებს ერთმანეთისაგან ვფარავთ, მაგრამ ქრისტე რომ დაბრუნდება, აი როგორც იქ რომ ზე ამოვიდა. ზე რომ ამოვიდა, ხო, ყველაფერი ცხადი გახდა. აი ჩვენშიც, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი სხეულით არის დაფარული, როგორც იქ თოვლით იყო დაფარული. მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი სულიერი მდგომარეობა აი ესე გაშიშვლებული ყველასთვის ცხადი გახდება. და მერე გამოჩნდება სინამდვილეში ვინ რა იყო. მე შეიძლება ვმალავ ჩემს ცუდ მიდრეკილებებს და ჩვევებს და ჩემს ცოდვებს, ჩადენილ ცოდვებს, მაგრამ ეგ არ დაიმალება საბოლოო ჯამში. რა უთხრა პაპამ? რა მეთოდი არსებობს, რომ რკინას შეუძლია ოქროც შეიცვალოს? რა მეთოდი არსებობს? ერთი საიდუმლო მეთოდი არსებობს, ხო უთხრა. რა არის ნეტა ეგ საიდუმლო? კიდევ? სიმართლის თქმა, კიდევ? აი, არ უნდა მოიტყუო, ხო, იგივე სიმართლის თქმა, რა არის საიდუმლო მეთოდი? რითაც შეუძლია, აი მოდი, ოქრო და რკინა რო ადამიანებს შევადავთ, დაუშვათ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანი. რა შესაძლებლობა აქვს, რომ ისეთი გახდეს? არსებობს სინანულის საიდუმლო. ეკლესიაში არის 7 საიდუმლო. არის აი თქვენ მაგალითად ხო მონათლულები ხართ, ნათლისღების საიდუმლო არის, მირონცხების საიდუმლო, სინანულის საიდუმლო, ზიარების, ღდლობის საიდუმლო, ზეთის კურთხევის და ქორწინების. და ერთ-ერთი მათ შორის რაც თქვი არის სინანულის საიდუმლო. როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვას, მას შეუძლია რომ უკეთესი გახდეს. და როდესაც ის ამოძირკავს თავისი სულიდან იმ თვისებებს და ჩვეულებებს, რაც არ მოსწონს, მას შეუძლია განიწმინდოს და როდესაც ეზიარება, ის განიღმრთოს, მასში ღმერთი შევიდეს, ცოცხალი ღმერთი. ხო და თუ ადამიანი ამას გამოიყენებს, ანუ ხშირად იტყვის აღსარებას, ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ხელები ერთი თვე არ დაგებანათ, ეგრე სუფთა გექნებოდა, თუ არ გექნებოდა. ეხლა წარმოიდგინეთ, ერთი წელი რო არ დაგებანათ ხელები, რა დღეში იქნებოდა და აღსარება, ანუ სინანული არის ჩვენი სულისთვის იგივე განწმენდა, დაბანვა, როგორც ადამიანი ხელებს იბანს. და იცი რომელი ცოდვა არ გამოაშკარავდება და არ გამომჟღავდება, რასაც ადამიანი აღსარებაში იტყვის. დანარჩენი ვერაფერს ვერ დამალავს ადამიანი. ვერც თანაკლასელებთან კი არა, ვერც ოჯახის წევრებთან, ვერავისთან, ვისაც კი როდისმე უცხოვრია, ყველას თვალწინ ცხადი გახდება ჩვენი ცოდვები, ის რასაც ადამიანი აღსარებაში ვერ იტყვის, ან არ იტყვის. ამიტომ აი ნახეთ ახლა რა ხელა მნიშვნელობა აქვს აღსარების თქმას, რომ ერთი ის რომ შენ მოგეტევოს ის ცოდვა, ის რომ გამოსწორდე ამ ცოდვისგან და რომ არ შერცხვე მერე არავის წინაშე. არა და ეხლა არ გვიწევს რომ ყველას თვალწინ კი არ უნდა ვთქვათ ეს აღსარება. არამედ ერთი ადამიანის წინაშე, შენი მოძღვრის წინაშე უნდა მიხვიდე და თქვა, მამაო, მე აი ესეთი და ესეთი ცოდვა მაქვს. და შეინანო ის ცოდვა და ეცადო რომ გამოასწორო. და ის ცოდვა, რასაც ადამიანი აღსარებაში იტყვის, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, აი როგორც ზღვაში რო კენჭი ჩააგდო და იქიდან კვალი ხო აღარ დარჩება, აი სად ჩააგდე, ხო აღარ გაიგებ ზუსტად რა ადგილზე. და ეგრე ადამიანის მიერ აღსარებაში ნათქვამი ცოდვა. რასაც ნანობს ადამიანი, ის უკვალოდ გაქრება. მაგრამ რასაც არ იტყვის აღსარებაში, მოუწევს რომ იმის გამო შერცხვეს. ღვთის წინაშეც და ადამიანების წინაშეც. ესე რომ აი ეგ მნიშვნელობა აქვს აღსარებას, ესე იგი და კი. აი რო უთხრათ მაგალითად ცოდვა რა არის ამ ბავშვებმა რომ იცოდნენ ამასაკისთვის რომ რაღაცა ჩამოვთვალოთ სიტყვაზე რომ დავაზუსტოთ მაგალითად ზუსტად. აი მოდი ერთი ის თქვით. რაც შენ გეშინია რომ ხმამაღლა თქვა და გწხვენია იმის აღიარება იმ საქციელის. ამითიც შეიძლება მიხვდე რომ ეგ არის ცოდვა. მეორე ნახე როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს ადამიანი, ისე უნდა მოექცე შენ სხვას. და თუ ისე არ ექცევი სხვას, როგორც შენ გაგეხარდებოდა რომ მოგცეოდ, ეგეც ცოდვა. აი მაგალითისთვის ვიტყვი.
შენ ახლა გაგეხარდება რომ დაგცინოს ვინმე? არ გაგეხარდება. აი რომ დაგჩაგროს დღეს ხო ძალიან ესე გავრცელებული ეს ეგრეთ წოდებული ბულინგი, თუმცა ეს ჩაგვრა. ჯობია ქართული სიტყვა გამოიყენოთ. რა გჭირს საიმისოთ რომ ქართული შესატყვისი ვერ მოუფიქროთ ესე იგი. ეს ან ჩაგვრა, ან დაცინვა, ან აბუჩა დაგდება, ან გარიყვა. რამდენი ქართული სიტყვა არსებობს და რაღაცა და მაგ ბულინგი უნდა გამოიყენო რა. ჩაგვრელი ხო შეიძლება თქვა და არა ბულერი. ხო შეიძლება ჩაგვრელი თქვა. ხო და აი მაგალითად შენ როიმე დაგჩაგროს ხო არ მოგეწონებ. ესე იგი არც შენ არ უნდა დაჩაგროს ხო და რაც შენ არ მოგეწონება რომ გაგიკეთოს. შენც არ უნდა გაუკეთო და თუ უკეთებ ამას ეგ წოდვა უკვე. ეს არის სახარებისეული ოქროს წესი. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ანუ შეიყვარე შენი მოყვასი. მოყვასი ვინ არის? ნებისმიერი ადამიანი მოყვასი. და შენ მოეკეცი სხვას ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. და არ მოექცე არავის ისე როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცეს. ეს არის ოქროს წესი და თუ ადამიანი ამის მიხედვით იცხოვრებს, ის ბევრ ცოდვას აცდება. და კიდევ რაღაცას რო ჩაიდენს, აი ამითი გაზომავს. ხო არის მაგალითად რაღაცა ის საზომი ერთეული, სიგრძის საზომი ერთეული, ხო არის აი გაზომა, ხო არის სიცხის საზომი თერმომეტრი, ხო არის რაღაც წონის საზომი არის და ეს არის ჩვენი საქციელის საზომი. როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს, ისე მოეკეცი სხვას და ამითი შენ გაზომავ შენ საქციელს. ეს რამდენად მისაღები არის და რამდენად არა. ან რამდენად არის სიკეთე და მადლი და ან რამდენად არის ცოდვა და ბოროტება. გესმით აი ეს წესი თუ დაიმახსოვრა კაცმა რომ ყველას ისე მოექცეს, როგორც მას გაეხარდებოდა, ეცოდინება რა არის ცოდვა და რა არ არის ცოდვა. გესმით აი ამაზე ალაპარაკი. თქვენ ხო არა გაქვთ რამე შეკითხვები? არა. ერთი ყავს ერთ-ერთ და მის ნაცვლად მე. თქვენ გააჟღერეთ, კი ბატონო. ყურზე საყურედ რომ ჯვარი ატაროს. ეს აინტერესებს თქვენგან. რისთვის? საყურე რომ გამოიყენოს ჯვრის ფორმის საყურე. და გულზე უკეთია ჯვარი თუ არა? შენ მიიღო პასუხი, მაგრამ თქვენგანაც აინტერესებს რა სიტყვით ამ შემთხვევაში. მე ზოგადად ამას ვეტყვი რომ ჯვარი არ არის სამკაული. ჯვარი არ არის ესე იგი ის რითაც ადამიანმა შეიძლება თავი მოიწონოს. ეხლა საყურე მაინც სამკაულია, რაც არ უნდა თქვა, საყურე მაინც სამკაული. დღეს ყოველ შემთხვევაში თორე იყო დრო რომ საყურე სულაც არ იყო სამკაული. ხო და ჯვარი არის ჩვენი გადამრჩენელი. ჯვარზე გაკვრით ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა, სიკვდილი მოკლა ესე რომ ვთქვათ. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. ხო ესე ვგალობთ. დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ქრისტემ თავისი ჯვარცმით სიკვდილი განაქარვა, სიკვდილი მოკლა. ადამიანი კი არ კვდება, არამედ გარდაიცვლება. თითოეული ჩვენთაგანი მარადიულად ვიცხოვრებთ ესე იგი. არ მოკვდება, არამედ გარდაიცვლება. გარდაიცვლება ნიშნავს რომ ესე იგი აგრძელებს სიცოცხლეს ან სასუფეველში, სადაც არის მარადიული სიხარული და ან ჯოჯოხეთში, სადაც არის მარადიული მწუხარება. თუმცა ის მწუხარება და სიხარული აქვე იწყება. ახლა მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ შენ შეგვირნე რომ აი სად გაგეხარდებოდა დასასვენებლად წასვლა. მაგალითად აი სად გაგეხარდებოდა რომ წასულიყავი დასასვენებლად. ან ვისთან ერთად არ იცის. აბა შენ სად გაგეხარდება? აბა? პარიზში. აი პარიზში ხო გაგეხარდება. ეხლა რო ეთქვათ რომ მაგალითად აი პარიზში უნდა წაგიყვანო და აი პარის სენ-ჟერმენის და ლიონის თამაშზე უნდა დაგასწროთ. სადაც ერთ გუნდში ხვიჩა ითამაშოს, მეორეში გიორგი მიქაუტაძე, ხო? დაუშვათ გითხრას რომ ერთ კვირაში მივდივართ და დღეს გითხრეს. დღეიდან შენი სიხარული ხო უკვე იწყება. ერთი კვირის მერე ხო არ იწყება შენი სიხარული. აი დღეიდან იწყება რომ
ელოდები, აი 7 დღე დარჩა, 6 დღე დარჩა, 5, 3, 2 საათი დარჩა გამგზავრებამდე ნახევარი და ხო უკვე გიხარ წინასწარ ხო გიხარია რომ ხელა რაღაცა გელოდება, ხო მართალი? ხო და ეგრეა რომ სასუფეველის სიხარულიც აქ იწყება. რომ გარდაიცვლება ადამიანი, მერე კი არ იწყება. იმ სიხარულს გულში აქვე გძნობს ადამიანი, მაგრამ იქ განუსაზღვრელად დიდი სიხარული ელოდება. აი პავლე მოციქული იცით როგორ ამბობს? რაც აქ ადამიანის თვალს არ უნახავს. მარტო 1 და 2 და 3 ადამიანის თვალს კი არა. საერთოდ ადამიანი რაც არსებობს, იმის თვალს არ უნახავს აქ ისეთი რამე, რაც იქ ელოდება ცხონებულ ადამიანს, ანუ გადარჩენილს, ანუ სასუფეველში მოხვედრილ ადამიანს. რაც აქ ადამიანის ყურს სმენია, იქ გაცილებით მეტი ელოდება, იმიტომ რომ ისეთი რამეს მოისმენს, რაც აქ არ სმენია არასოდეს და ბოლოს რაც იქ ელოდება ადამიანს, ის სიხარული აქ ადამიანის გულს არ განუცდიაო. ნახეთ, აი რა დიდებული რამე ელოდება, მაგრამ ამ სიხარულის ნაპერწკლებს უფალი აქვე გაჩვენებს. ეხლა ჯოჯოხეთში რა ხდება? მაგალითად, შენ რაღაცა დააშავე და ერთ კვირაში არის შენი სასამართლო და უნდა მოგისაჯონ რაღაცა, უნდა დაგსაჯონ იმის გამო. ეხლა წუხარება ხო დღესვე იწყება. აი იცი რომ ერთ კვირაში უნდა დაგაპატიმრო სიტყვას. წუხარება ხო დღესვე იწყება. მაშინ ხო არ იწყება, როცა სასამართლოს მერე საპატიმროში აღმოჩნდება. უკვე წინასწარ რო იცი რომ აი მე იქ რა იქნება, როგორ ანაირად წუხარებაც აქვე იწყება. მაგრამ გარდაცვალების შემდგომ გაცილებით დიდია წუხარება. იცით მაცხოვარი როგორ რა შედარებებს აკეთებს, აი ცეცხლი ჩაუქრობელი. ეხლა ცეცხლი რო გწავდეს და რომ იცოდე რომ არასოდეს არ ჩაქრება. ეხლა იქ ფიზიკურ ცეცხლზე კი არ არის ლაპარაკი, მაგრამ შენი სული იწვის, იტანჯება. მაგალითად, აი მატლი რო გკბენდეს, რო გჭამდეს და რო იცი რომ ეს მატლი არასოდეს არ მოკვდება. და ისე გამწარებული რო იყვერო, აი კბილებს რო აღჭიალებს ადამიანი. ხო, აი ძალიან გამწარებული რო ესე რო სტკივა რაღაცა ესე აწუხებს. აი ესეთი რამე თქვა იესო ქრისტემ, რომ ჯოჯოხეთში ეს ელოდება ადამიანს. ხო და მაგრამ იმ წუხარების ნაწილს აქვე განიცდის ადამიანი. ხო გაგონიათ სინდისი ქენჯნისა. სინდისი, აი შეიძლება შენ რაღაცა მოიპარა, არავის არ დაუნახი ხარ, მაგრამ შიგნით რაღაცა გჭამს. ეგ არის სინდისი. და იმ სინდისის ქენჯნისგან რომ გათავისუფლდე, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს. შეიძლება აქ ყველას დააჯერო, რომ შენ მართალი იყავი, არ მოგიპარია, გაგამართლეს კიდეც. და შეიძლება შენს გამო სხვა დასაჯეს, ისე გონად დამნაშავე და შენ არ თქვი რომ მე ვიყავი დამნაშავე, ვერ გაბედე და ვერ თქვი. შენი სინდისის ქენჯნა კიდევ უფრო გაძლიერდა. რადგან შენს გამო უკვე განა არავინ იტანჯება და არ შენ იტანჯები, არ შენ ისჯები, არამედ ვიღაც ისჯება შენს გამო. ამიტომ შენი სინდისი კიდევ უფრო მეტად გიჭერს იმ მარწუხებს და კიდევ უფრო მეტად გაწამებს. და ერთადერთი გზა არის აქედან რომ გათავისუფლდე, რო თქვა ეს მე დავაშავე. მაპატიეთ, შევწოდე, ცუდად მოვიქეცი, მე მოვიპარე და მაშინ ადამიანს სინდისი აღარ აწვალებს. აი წეღარავს კი ახსარებას რო ამბობ მეთქი. შენ შეიძლება ცოდვა ჩაიდინე და არავინ არ იცის. შენ ყველაზე კარგი გონი ხარ, იციან რომ შენ არასოდეს არ მოიტყუებ. არა და იმდენი ტყუილები გაქვს ნათქვამი, მაგრამ ეგ არავინ არ იცის. ყველას თვალში ძალიან კარგი ხარ, მაგრამ შენ სინდისი გაწვალებს რომ იტყუები რაღაცას. მაგრამ იმისგან რომ გათავისუფლდე, უნდა ახსარება თქვა. აი ეს არის ადამიანის გადარჩენის გზა, ესე იგი. როდესაც ადამიანი ახსარებას ამბობს, მისი გული დაისვენებს. მე აი სულ უყვები ხოლმე ერთ ასეთ ამბავს, ესე იგი. ერთი კაცი რაღაცა ბოსტნეულს ყიდიდა. დაუშვათ კომბოსტოს ყიდიდა, რაღაცა ჭარხას ყიდიდა. და ხა ტომარაში ხო ბევრი ხო აწყვია და ამა რა გააკეთა ნახეთ, ძირში ჩააწყო ქვები და ზემოდან ეს ჭარხალი მოაყარა. მოდი. ზემოდან ეს ჭარხალი ბოსტნეული მოაყარა, რატო გააკეთა ეს? თქვენი აზრით. ბევრი გამოჩენილიყო, მძიმე რო ყოფილიყო 8 წონიდან, რო იტყოდნენ 50 კილოა და სინამდვილეში შეიძლება 5 კილოა იქიდან ბოსტნეული და დანარჩენი ქვები. და მან გაყიდა როგორც 50 კილო, გადაუხადეს როგორც 50 კილოს. გავიდა 40 წელი.
და ამ კაცმა ვინც ეს მოტყუებით გაყიდა ნახა ის იცნო ნახა რომ ვისაც მიყიდა და მივიდა და შენდობას თხოვს მაპატიო რომ მაშინ 40 წლის წინ ასე და ასე რომ მოგეკეციო იმას აღარც კი ახსოვდა ეხა რამდენს ბოსტნეულს იყიდი ყველა ხო აღარ გახსოვს სახეზე რომ ესეთი რამე მოხდა და აღარც ახსოვდა ეს რო იყო და უთხრა რომ ჩვენო რაო ჩვენ ის ქვებიო იმ დღესვე გადავყარეთ და შენ კიდე შესაძოდაო ის 40 წელი ის ლოდები გულით გიტარებია წარმოიდგინე 40 წელი როგორ ტანჯავდა ამას რო გაიხსენებდა რომ აი რა გავაკეთე ეს ფულის გამო სინდისი როგორ გავყიდე გესმით აი სინდისი ქენჯნიდა და აწამებდა აწვალებდა ხო და ერთადერთი საშუალება რომ გათავისუფლდე ეს არის რომ შენდობა ითხოვ ახსარება თქვა და ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ისეთი რის გამოც შეიძლება ისა ვქნათ ახსარება თქვა ყველას გვაქვს რაღაცა ცოდვა გულის სიღრმეში რომ ჩაიხედები შენ თავში რომ ჩაიხედები აუცილებლად აღმოაჩენ თუ ვერ აღმოაჩენ ეგ ნიშნავს რომ არ ჩაგიხედი და ეხლა როგორ უნდა ჩაიხედოს ადამიანმა თავის სულში ეხლა ნახეთ ეხლა აქ რო ჩვენ ჩავაბნელოთ აი სრულად რო ჩავაბნელოთ არც გარედან შემოდიოდეს სინათლე ეს ნატურები ჩავაქროთ აქ ეხლა დავინახავთ სადრა უწესრიგობა ხო ვერ დავინახავთ რამიტომ რა უნდა გავაკეთოთ უნდა ავანთოთ სინათლე უნდა ავანთოთ ხო მართალია და ჩვენ სულში არის სიბნელე მაგრამ ჩვენ თუ სახარებისეული ნათლით ქრისტეს ნათლით გავანათებთ იქაურობას მაშინ დავინახავთ რომ თურმე რამდენი უწესრიგობა ეხლა ქრისტეს ნათლით როგორ უნდა გავანათოთ ეს რთული კი არ არის რაღაცა კი არ დაგაბნიოთ რა ამ სიტყვებმა ტერმინებმა აი ნახეთ წეღარაც თქვი მოეკეცი შენს მოყვას ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს აი ამ წინადადებით შეხედეთ თქვენს აქციას ყველაფერს რასაც აქამდე აკეთებდით და რაც ამის მერე გააკეთებთ და მიხვდებით რა უწესრიგოდ გაკეთდა და რა სწორად გაკეთდა ანუ შინაგანად შენ მოგწონდა მართლა მოგწონდა ის რასაც ხას უკეთებდი თუ არ მოგწონდა ესე იგი ეგ ცოდვა იყო ეგ უნდა შეინან და დღეიდან ეგ აღარ უნდა გააკეთო მაგრამ ისევ შეიძლება ჩავარდე მაგ ცოდვაში დაზღვეული არაფრისგან არ ხარ მაგრამ შენ წინასწარ არ უნდა მოიფიქრო რომ დავუშვათ აი ვიღაცას ცუდ სიტყვებს ეუბნეოდ და აქამდე გეგონა რომ ეგ რა მაგარი ბიჭობა იყო და ვაჟკაცობა იყო მაგრამ აღმოაჩინე რომ შენ რომ გითხრან ეგ სიტყვა რასაც ხას ეუბნეოდი არ მოგეწონებ ესე იგი მიხვდი შენ უკვე რომ არც იმას არ მოეწონებ და მიხვდი რომ ეგ ცოდვაა გესმის და დღეიდან გადაწყვიტე რომ აღარ გაიმეორო ეგ სიტყვა მაგრამ სადღაც წამოგწდა იმიტომ რომ ადამიანის ჩვევა ეგრე ადვილი შესაძლებელი არ არის თუმცა პატარაობაში იოლია უფრო ეგ ჩვევა შეცვალა აი რომ გაიზრდება მერეძნელი ეხლა მაგალითად აი პატარა ნერგი რო არის რაღაცას რო ჩარგავ მიწაში აი ატამი ჩარგევა აშლი თუ მსხალი სანამ ის პატარა და დავუშვათ გადახრილია ერთ მხარეს იცი რას აკეთებენ თოქს მოაბავენ და მოჭიმავენ და გაასწორებენ ეს ან რამე ხეს ჩაურჭობენ და იმ ხეზე მიამაგრებენ რომ ეს სწორად გაიზარდოს იმის მოღუნვა და გასწორება ადვილია მაგრამ აბა წარმოიდგინე 20 წელი რო გავიდა და რო დამსხვილდა ეხლა ეს ხე მისი ესე მოდრეკვა და გასწორება ეგრე ადვილი არ არის ამიტომ სანამ ასაკი პატარა გაქვთ არა აი მაშინ თუ გამოასწორებ შენ ჩვეულებას დიდობაში ეს შენ გაგახარებს და თუ მიაყურადებ იმ ნერგს და გაიზრდება ესე უშნოდ და ახლა გახდება იმის გამოსწორება უკვე ძალიან ძნელი აი ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება ესე იგი უზნეოდ ცხოვრობდა უსამართლოდ უსიყვარულოდ რაღაცა ცუდი ჩვეულებები ჰქონდა მოხუცებულობაში მას ეგრე ადვილად კი ვერ გამოასწორებს ესე რომ აი სანამ პატარები ხართ ამაზე დაფიქრდით ესე იგი რომ თქვენი თავის აი როგორც იტყვიან ხოლმე რომ თქვენი თავის თანამედროვე ტერმინით რო თქვა საუკეთესო ვერსია რო წარმოაჩინოთ და რო განავითაროთ თქვენი თავი ესე იგი ამაზე მამა ეკლესიის სიარულს როგორ ვაჩვიოთ ან აი რა მშობლები ხო
თქვენ მშობლები მიაჩვიეთ, ბავშვები თვითონ მიაჩვევიან. ერთი ბრძენი მივიდა, ერთ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა გოგო და რა ვქნაო მასწავლებელი შვილი როგორ აღზარდაო და რა ხნისაო და 2 დღისო. და მძერმა უთხრა დაგვიანებულია. დაგვიანებული რატოა იცით რომ? აი ხა მაგალითად მშობელი რასაც აკეთებს ეს შინაგანი მდგომარეობა შვილზეც აისახება. ეხა მაგალითად აი ახალგაზრდა ქალითო ფეხბურთმობისას ლოცულობს, ახსარებას ამბობს, ეზიარება, იქ წირვა-ლოცვაზე დგას, გალობას უსმენს. შვილი რომ დაიბადება, უკვე საამისოდ არის მომართული და ეს უადვილდება. ეხა ახალგაზრდა ქალი თუ ღამის კლუბებში დადის და დისკოტეკებზე და ღრეობებში და შვილს ეტყვის, შვილო აი რა კარგია გალობა და ტაძარში წასვლა. იმას ეს არ მოსწონს. იმას სხვა რამე მოსწონს. მაგალითიც ეს შინაგანი მდგომარეობაც გადაეცემა და მერე როცა ესე იგი შვილისათვის. სხვათა შორის მე ადრე უსმენდი და ძალიან მომეწონა. სულ ეუბნები ხოლმე ახალგაზრდებს, აი ცოტა მოზრდილი ბავშვები რომ მოდიან, ვინც უკვე აი შეყარებულები ყავთ, რაღაცა ფიქრობენ უკვე იმაზე, რომ შეიძლება მალე ოჯახი ქონდეს რაღაც. მეუბნები ხოლმე რომ აი როგორი შვილი გინდა გყავდეთ, აიღეთ ფურცელი და მისი თვისებები ჩამოწერეთ. დაუშვათ მამაცი მინდა იყოს ვიღაც სიტყვის შრომის მოყარე, პატიოსანი, ესე იგი და 1000 რაღაცა ესეთი რა, ხო და რასაც ჩამოწერ, ფსიქოლოგი ამბობდა, ჩაიხედა იმაში შენ როგორც სარკეში. აი ერთ-ერთი თვისება დაუშვათ მშობელსო და შვილი ტაძარში დადიოდეს. რასაც ამბობდით. ჩაიხედე და თქვი მე ვარ თუ არა ასეთი. და ჯერ შეიძლება შვილი არ აკყავს, მაგრამ თუ გინდა რომ შვილი ეგეთი ყავდეს, როგორიც ჩამოწერე, შენი თავი მოიყვანე შესაბამისობაში იმისა, რაც ჩამოწერე. და ამითი უკვე შვილს ეხმარები, ჯერ არ დაბადებულ შვილს და არ ჩასახულ, აი ეს ჯერ არც დაოჯახებული რო ახლა უკვე ეხმარები შვილს, რომ ეგეთი გაიზარდოს. ხო და თუ ამას არ აკეთებ და მშობელი არ იზამს ამას და შვილი უნდა რომ ესეთი ყავდეს. ახლა მაგალითად ჩვენ თუ გვინდა რომ კარგი ყურძენი მოვიყვანოთ. ყურძენი რო უკვე გამოიბავს და მოისხამს, მერე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლ. მანამდე უნდა მოეფერო იმ ვაზს, თავის დროზე გასხლა, შეწამლო, გაფურჩქნო, ხო მართალია. ვაზზე ზრუნავ და მერე ნაყოფი კარგი მოდის. ხეზეც ეგრეა, უნდა დაუბარო, უნდა გაფხიკო, უნდა შეწამლო, გასხლა. და იქაც კი მოვა თუ არა ბოლომდე ეგ არიცი. და ეხლა აქ ჩვენ რას ვამბობთ რომ მე დაბარვა დამეზარა ძირებისა, სასუქის დაყრა დამეზარა, გავხეკვა რომ მატლები ამოვაცალო, გასხლა, შეწამლა და მოვიდა ნაყოფი და ეხლა რა უყოთ ამ ნაყოფს, რითი უშველოთ? მე არ ვიცი რითი უნდა უშველოთ მაშინ. ხო და მივედით ეხლა ესე იგი სადაც ხამ ქიმიკატები უკვე მოისხა დამჭნარი ნაყოფი და ვეკითხებით რა გავაკეთოთ? შენ ხო აქ მუშაობ ხამ ქიმიკატებში და რა გავაკეთოთ? და ის რას გვეტყვის, რა უნდა გააკეთო? მაგრამ იმისგან გასხოვებით აქ არსებობს სინანულის საშუალება. იქ თუ კაცი ნანობს, რომ ბაღს ესე ვერ მოუარა და იქ ვერაფერს ვერ შეცვლის იმ სინანულით. აქ სინანულით დედა შეცვლის, მამა შეცვლის, სინანულით, ლოცვით, მაგალითის მიცემით, რჩევა-დარიგების მიცემით. თუმცა ზოგჯერ ბავშვი ისეთ ასაკშია, რომ რჩევა-დარიგება აღარ ჭრის. იმიტომ რომ ავტორიტეტი მშობელი აღარ არის, ავტორიტეტი მშობელი გარკვეულ დრომდეა. მერე უკვე, როდესაც ავტორიტეტი მისთვის კლასელი ხდება, იქ ქუჩა ხდება, იქ ვიღაცას მოусმინა, ის ხდება. მშობელის დარიგება ესეგრე ადვილად ვეღარ იღებს შვილი. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, რომ თუ კი შვილს არ ესმის, როდესაც ღმერთზე ელაპარაკები, ღმერთს უნდა ელაპარაკო შვილზე, ანუ უნდა ილოცო, ღმერთს უნდა შეავედრო და ეს ლოცა უკვალოდ კი არ ჩაივლის, ეს ლოცა შვილს აუცილებლად უშველის და დადგება დრო რომ და რო გადის წლები შვილისთვის ავტორიტეტი ისე ხდება მშობელი.
მაგრამ მე შუა პერიოდია ძალიან რთული. ძირითადად ეს იწყება ხოლმე გარდატეხის ასაკიდან, მაგრამ ამას საკმაოდ ახლა როგორც თქვენ ხვდებით და არაერთი კვლევა არსებობს, ძალიან დაიწია ქვემოთ. ქვემოთ დაიწია. შეიძლება პატარა ბავშვს უკვე დაეწყოს ეს რაღაც. ეს ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ ეს არ ჩვენ ეპოქაში ხდება პირველად და არც ბოლო არ იქნება, ეს ყოფილა და ამის შემდეგაც იქნება. ამიტომ აი მაგალითად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი რა ვიცი, როგორ მოვიყვანოთ ეს ბავშვები ტაძარში. მე მინდა გითხრათ, რომ ბავშვები, რომლებიც მოყავთ პატარაობიდან, აი საზიარებლად და მშობლები არ ეზიარებიან, აი ეს აშკარად ჩანს ხოლმე, რომ ბავშვს უჭირს ვერ ეზიარება, აი ჭირვეულობს, მე უნდა დაიჭირონ, მე რაღაცა ილეთები მოიფიქროს დედამ რომ გაბოჭოს და შებოჭოს. ჭიდაობის ტერმინი რო თქვა, შებოჭოს, რაღაცა მახჩოველა ილეთი გავუკეთოს. თქვენეული რომ მოიყვანოს და აზიაროს და დედა გახარებულია დღესაც მოერია შვილს და აზიარა და წაიყვანა. მაგრამ შვილი იზრდება და ნენელა ჯანი ემატება, ხომ მართლა ესე ხო ვეღარ მოერევი. ამიტომ ყველაზე მძლავრი იარაღი არის მაგალითი. პირადი მაგალითი. ლოცა შვილისათვის და შეგონება. აი ეს სამია, რასაც მშობელი უნდა აკეთებდეს და თუ ამ სამიდან არც ერთს არ აკეთებს და შვილს მარტო იმას ეუბნება, შვილო კარგია და წადიო ტაძარშიო და თვითონ არ მიდის. შვილი ხო ხდება რომ თუ დედა ავტორიტეტი და მამაა ჩემთვის მისაბაძე და ესენი მეუბნებიან კარგია წადიო და თვითონ არ უნდათ ეს კარგი წყალებში ეს კარგი არ უნდათ. მაშინ აბა მართლა კარგია? იქნება არ არის კარგი და იმიტომაც არ აკეთებ. თორე კარგი რო იყო რაღაცა, აჰა იყიდა, მოიტანა ფარდები ჩამოკიდა, აჰა კარგი ჭურჭელი მოიტანა. იმის მამა უცნებობს კარგი მანქანა მყავდესო და აჰა ამათვის ეგ არის კარგი და მეც ვეცდები რომ აი კარგი რაც არის იმაში მიუბაწო. გესმის ჩემო კუდრაჭა? შეიძლება ხა ბავშვებთან ამ თემაზე არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ხო ეგრე ხდება. მაგრამ ერთი ის არის, რომ ზოგჯერ პირიქით ხდება ბავშვები. ბავშვებს შეუძლიათ რომ მშობლები მოიყვანონ. იცი რამდენი შემთხვევა ყოფილა? აი ჩვენთანაც სამრევლო სკოლაში ბევრმა ბავშვმა თავისი მშობელი მოიყვანა. ოღონ რითი იცი? მაგალითით. თავისი მაგალითით. ბავშვი მიდის ხატებთან, ლოცულობს, მერე ახსარებას ამბობს და მერე დედას და მამასაც გასჩენია სურვილი რომ მოდი მეც წავალ, მეც ახსარებას ვიტყვი. სხვათა შორის ერთი ესეთი შემთხვევა იყო წლების წინ არ მახსოვს ის ბავშვი რომეს სკოლაში სწავლობდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სტიქაროსანი იყო. მეც იქ ვიყავი ხოლმე სტიქაროსანი მამა გედეონი არის ჩვენი მოძღვარი და ეს ბავშვი პატარა იყო, არ ვიცი, პირველ კლასელი სავარაუდოდ და ამ მასწავლებელს ეუბნება რომ თქვენო კი გვასწავლითო რაღაცეებსო, მაგრამ ტაძარში რომ ვერ აგხედავთ ხოლმე. ხო და ეხლა წარმოიდგინეთ მასწავლებელში ხო რაღაცა გაიღვიძებთ და სადღაც უჩხლით და ისეთ ადგილზე რომ და ბავშვმა ზუსტად იცის სად უჩხლითოს და პატერი კი რო არის ესეთი რომ მამა რომ შვილს წაიყვანს სადღაც, მამა სადღაც მიდის, მოსაპარად მიდის რაღაცა. გაგვნა ნახე ეგ პატერი კი და ხო და მამიო, აქეთ იქით რატო იყურებოდიო, ზემოთ რატო არ იყურებოდიო და ზემოთ რატო უნდა ამეხედა შვილო და ღმერთი ხო ზემოდან გვიყურებს და მამა მიხვდა რომ ესე იგი ბავშვმა რა უთხრა, ნახე მისი სინდისი გააღვიძა, ხო და წაიღო და დააბრუნა. რატო ამბობ ამას? შვილმა თავისი საქციელით შეიძლება მშობელს რაღაც ისეთი გააკეთებინოს, რომ შვილის გამო მშობელიც მოვიდეს ტაძარში. ესეთი რაღაც შემთხვევები ბევრი მოხდა. იმ ბავშვზე იყო კიდე წეღეროთქი მასწავლებელს 18-ი, თუ არა ვცდები ისევ იმაზე. თავისი ბებო ყვება თუ ვიღაც რომ რაღაცა გაბრაზებული ვიყავიო და ჩხუბობდიო და ბებო, ეხლა შენ რო ჩხუბობო,
ღმერთიო აღარ მოგისმენსო წავა და ვინც არაჩხუბობს და ლოცულობს იმას მოусმენს ლოცა ხო ღმერთთან საუბარია და ადამიანმა უნდა ილოცოს თუ რამე გასაჭირი აქვს უნდა ილოცოს ადამიანმა და ღმერთი აუცილებლად მოხედავს ღმერთი ჩვენ ვართ ღმერთის შვილები როგორ ეხა ღმერთი თავის შვილს არ მოხედავს აი რომ იცოდე რომ ხელი დაგეწვა და დედა ეძახი არ მოვა და არ მოგხედავს რო იცის რომ მართლა სჭირდები ხო და წმინდა წერილში იცი რა წერია დედამაც რომ მიატოვოსო თავისი შვილიო მე მაინც არ მიგატოვებ უფალიოვნეო ადამიანს უფალი არ მიატოვებს სადაც არ უნდა იყო რაც არ უნდა გაგიჭირდეს უნდა იცოდე რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ყოველთვის რაღაც გამოსავალი მოიძებნა მაგრამ ეხა ადამიანი იტყვის ხო ვარდება ზოგჯერ ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში მაშინ რაშია საქმე აი მაგალითისთვის ვიტყვი ახლა რა ვთქვა დაუშვათ აი ეს ხო არის პრინტერი ხო არის ხო ხედავთ აი პრინტერი დაუშვათ ვინც ეს პრინტერი შექმნა აი მოიგონა და შექმნა ეს პრინტერი დაუშვათ ახლა მე ამას რაღაცა უფუჭდება ხო მე ამის თავსა და ბოლოს ვერ ვიგებ რა უნდა და რა რითი უნდა უშველოთ მე ჩვენი მეგობრები არიან ინტერნეტში ჩაწერენ რა გავაკეთოთ როგორანაირად და მე ცოტა მოახედებენ ხოლმე ხასიათზე მოიყვანა ამას რაღაცა დაჭირდება ჩემთვის ხო გამოუვალი მდგომარეობა არ ვერ ვიგებ რა გავუკეთო მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ვინც ეს შექმნა მაგ დროს რო ის შემოვიდეს აქ და მე რომ მასთან მეგობრობდე ვინც ეს პრინტერი შექმნა მოიგონა აი ასეთი მისთვის გამოუვალი მდგომარეობა რამე იქნება მისთვის ხო ეს ორჯერ2-ია მან გააკეთა და სუზეპირად იცის სად რა ჭირს და რა დროს რა დაემართა მე თუ მასთან მეგობრობ ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა იქნება ამ პრინტერთან დაკავშირებით არ იქნება თუ რამე გამიჭირდა ხო ვკითხავ და ხო მეტყვის ეხლა ნახეთ ეს სამყარო ხო ღმერთმა შექმნა ღმერთისთვის შეიძლება რომ თავის მიერ შექმნის სამყაროში რაიმე გამოუვალი მდგომარეობა არსებობდეს ხო შეუძლებელია და მე თუ ღმერთთან ესე ახლოს ვარ როგორც იმ ადამიანთან ვინც ეს პრინტერი შექმნა ხო არ ჩემთვის არ იარსებებს გამოუვალი მდგომარეობა ხო და ეგ იმას ნიშნავს რომ თუ მე სადღაც გავიჭედე მოდი ასე ვიტყვი ამ ტერმინით გავიჭედე ვეღარ აი ჩიხი მგონია გამოუვალი მდგომარეობა ეგ არის იმის ნიშანი რომ მე ღმერთი დავკარგე ღმერთთან კავშირი გამიწყდა ხელი გამეშვა დავიბენი აღარ ვიცი რა გავაკეთო აი მაგალითად ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე რომ დაუშვათ აი მე როდესაც პატარა ვიყავი დედა ხა დაუშვათ აი სექტემბერი მოდიოდა და ლილოში ბაზრობაზე წაგვიყვანდა ხოლმე შვილებს და იქ რაღაცა ეყიდა ჩვენთვის იქ უამრავი ხალხი იყო ხოლმე მithumetes იმ პერიოდში როცა სკოლა იწყებოდა ყველა სასკოლოდ მიდიოდა ეხა იცენ ძოლები ჩანან და ესენი დამეთანხმებიან ხო და იქ უამრავი ხალხი როცაა და მე რო დედაზე და მამაზე მიკიდია ხელი თქვენ როგორ ფიქრობთ მე რას ვათვალიერებდი ტანსაც მე სულაც არ მე სათამაშოებს ვათვალიერებდი ხო მართალია იქით კონფეტებს ვათვალიერებდი იქით რაღაც და არ მანაღლებდა ის რითი ჩამოვედი თბილისში და რითი უნდა დავბრუნდეთ ისევ გორში მე ამაზე ხო არ ფიქრობდი ან რა შევჭამდით ან სად ვიქნებოდით როგორ ჩემი ერთადერთი სადარდებელი ის იყო რომ იმ სათამაშოებს მიყიდიდნენ თუ არა დაუშვათ მოხდა ისე რომ დედაზე და მამაზე ხელი გამეშვა და ეს ხალხმრავლობაა და სადღაც მოვიდა და ვეღარ ხედავ და მე პატარა ბავშვს აი 6-7 წლის ბავშვს ხო შემეშინდება აი მე ხარ აღავქნა სახში რითი დავბრუნდე უკვე მახსოვს ის სათამაშოები აღარ მახსოვს ერთადერთი საფიქრალი რა მაქვს რომ დედა და მამა ვიპოვა მე ზოგი იქ ტირის დაიწყებს მე იტყვია ბავშვი ტირის და კარგა მშობელი გამოაცხადებენ იქ როგორც ხდება ხოლმე იპო იმ მშობელს ისე ჩაჭიდებ ხეს და დავთავრდა ნერვიულობა უკვე იცი რომ შენ სადარდებელი აღარ გაქვს სახში შვენივრად ჩახორ იმიტომ რომ მასენდობი ღმერთთან დაკავშირებითაც ეგრეა შენ თუ ღმერთზე ესე ხელი გაქვს ჩაჭიდული არაფრის არ უნდა შეგეშინდეს და არც გეშინია და სადაც ფორი აქვს ნერვიულობა დაბნეულობა გაურკვევლობა და ჩიხი და გამოუვალი მდგომარეობა გემართება
ეგ იმას ნიშნავს, როგორც წეღავთ, რომ ღმერთზე ხელი გაგეშვა და დაიბენი ამ ხელა სამყაროში როგორ მოიქცე არიც. ისე რომ აი ადამიანს რომ ღმერთი ახსოვს, ის ძალიან იმედიანად არის. და თუ ადამიანს ღმერთი ავიწყდება, მერე უკვე ეშინია. და თუ ადამიანს ღმერთი ახსოვს, აი როგორც ჩემმა მეგობარმა გამახსენა, რომ მამას უთხრაო, რომ ზემოთ რატო არ იყურებოდიო, თუ ადამიანს ეს დაავიწყა, რომ ღმერთი უყურებს, მან შეიძლება უამრავი ცოდვა ჩაიდინოს, მაგრამ თუ ახსოვს, ის გადარჩება ბევრი ცოდვისაგან. ისე რომ ღმერთის ხსოვნა ადამიანს ორ ძირითად რამეს სძენს. ერთი თავშეკავებას, რომ ცოდვები არ ჩაიდინოს და მეორე იმედს, როდესაც ის არის გასაჭირში. და ხა მე გეკითხებით, ვისაც ღმერთი ახსოვს, ის უფრო ძლიერი და მოწესრიგებული და წმინდად მაცხოვრებელია თუ ვისაც არ ახსოვს? ვისაც ახსოვს. იმიტომ ერთ-ერთი სათნოება ეგეც არის, რომ ერთ-ერთი ჩვევა, კარგი ჩვევა, რაც უნდა პატარაობიდანვე გამოიმუშავოს ადამიანმა, რომ ახსოვდეს, რომ ღმერთი მას უყურებს. ეს ცოდვის ჩასადენად მიმავალს ცოდვას აარიდებს და გასაცდელში მყოფს კიდე იმედს შემატებს და სიხარულს შემატებს. შეიძლება აი ეგ ჩვევა თუ გამოიმუშავა კაცმა. შეგიძლიათ რამე კითხვა ხომ მაგათ? ბავშვებს აქვთ ერთი კითხვა, ეს კონფეტები რომ მოიტანებს, საჩვენებლად არის თუ საჭმელად? ეხლა წარმოიდგინეთ, მოდი ერთი რაღაც სანამ დაგირიგე. წარმოიდგინეთ, რომ აი ესე იდახში ადამიანი ხო ხრის ხელებს და იდახში რომ ვერ ხრიდეს ახლა ხელებს. და ყველას გვაქვს ჩვენი კონფეტი, რას ვიზავდით? ერთმანეთს შევაჭმევდით და ყველა პირ ჩაიტკვარუნებდა, ხო მართალია? ყველა თუ თავის თავზე იფიქრებდა, ხო ძალიან გაწვალდებოდა. ვერავინ ძალიან ხო და სასუფეველი არის ეგ, როდესაც ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვზრუნავთ და ყველა გემრიელად ტკბილად არის და ჯოჯოხეთი არის ის, როდესაც ყველა მარტო თავის თავზე ფიქრობს. აი ძალიან მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ ცადოთ. ხათაშორის პირველ სკოლაში მეც სწავლობდი ხოლმე. თქვენ ხო მე-6 კლასში ხართ? აი მეორედან მე-6 კლასის ჩათვლით მე სწავლობდი პირველ სკოლაში. პირველ სკოლაში სწავლობდი ხოლმე. ერთხელ ერთი ესეთი ამბავი მოხდა. ეს ისე სახალისოდ მოგიყვება. ესე იგი, ისტორიის გაკვეთილზე არ მახსოვს მე-6 კლასში ვიყავი თუ არა ვწდები. ერთხელ გავაცდინე და არ შევედი. ჩვენ დროს ახლა იქ არც მანდატური იყო, არც არავინ არ იყო, გინდა შეხვიდოდი, გინდა კი რა თქმა უნდა ყურადღებას მოგაქცევდნენ და თუ ვინმე დაგიჭერდა დამრიგებელი მასწავლებელი გეტყოდნენ რომ ნუ დადიხარ აქეთი კითხვა, მაგრამ ერთხელ გავაცდინე და არ შევედი. მე ერთხელ რო არ შევედი, მეორეთი მომერიდა რომ შევსულიყავ. რაღაცნაირად აი მორიდებული ბავშვი ვიყავ. განა იმიტომ არ შევედი რომ ანუ უპატივცემულობა გამოვიჩინე, ან სწავლა არ მინდოდა. აი უბრალოდ შემცხა და მეორე გაკვეთილზეც არ შევედი, მეორე ისტორიის გაკვეთილზე. სხვა დღეს. მე ხა ორჯერ არ შევედი, მესამეთი ხო კიდე უფრო მეტად შემცხა. ის სემესტრი მე მგონი საერთოდ ვეღარ შევედი. ხო და ეხა დადგა წლის ბოლო თუ სემესტრის ბოლო, აღარ მახსოვს რა იყო და მე ეხა გინდა არ გინდა რაღაცა ნიშანი ხო უნდა დაგიწეროს და ნუ უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა და აი როგორც იტყვიან ბოდიშივით მივედი და შევედი და დავდექი. თან მაშინ ჭიდაობაზე დავდიოდი ხოლმე და ეხა მასწავლებელი მეუბნება რომ ეხა რა გიყოთო შენო აი ვერც ის ვერ უთხარი რომ მომერი და მეთქი და ვერ შემოვედი მეთქი რა ვიცი რაღაცნაირად ვერ უთხარი. მასწავლებელს უფრო მეტი უნდა მისცე ამათ რო უძლებს. თუმცა გასაძლები ამათ არაფერი არ ეჭის, მაგრამ ზოგადად ვამბობ მაინც. არაფერი არ აქვს. ბავშვებზე ზრუნვა მაინც ეგრე იოლი არ არის. მე მასწავლებელმა მითხრა, ეხლა რა დავწერო აქ რომ დავუშვათ აი
სპორებს რო ეძახიან შეკრებები როა ხო სადღაც მიყავთ მოჭიდავეები ფეხბურთელები თუ სპორტსმენები მთელი სემესტრიო განა რა შეკრებებზე იყავი ეგრე რა დავწერო და ბოლოს მითხარო სოფლიო 7 საოცრება როა ეგ ჩამაბარეო და თავის თვალი ხარ ეგ სიკეთე გააკეთა მანქანმა მაგრამ 7 საოცრება რო ისწავლე მაგის დამსახურება მე ხარ ვიცი ის მუშაობს თუ არა ისე არც სახელი და გვარი არ მახსოვს ან რა გასაკვირია 5 სკოლაში ვსწავლობდი და ყველა სახელი და გვარი აბა როგორ დავმახსოვდები 5 სკოლაში განსაკუთრებული მაინც იქნებოდა განსაკუთრებული არა კი როგორ არა მოსწავლებლები რამოდენიმე მახსოვს ესე იგი მაგალითად ინგლისურის მასწავლებელი მახსოვს ალბათონი ნათელა რა გვარია? ჩილინდრიშვილი? ჩილინდრიშვილი. ეხლა უკვე ცოტა ასაკიც ექნება იმას, არა? ხო, მაგრამ რამდენი წლის იქნება? 65-ის კი იქნება. სხვათა შორის ხო, არ ვიტყვი. არა, ცუდი რამე კი არ უნდა მეთქვა. პირიქით, კარგი უნდა მეთქვა, მაგრამ რაღაც იმაში რო არ ჩამეთვალოს აღარ ვიტყვი. ყავდა გამორჩეული მასწავლებლები კი. მე-6 სკოლაში ყავდა ერთი მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის ვფიქრობ, რომ ეტალონი არის დღესაც მასწავლებლობის. რაღაცნაირი ესეთი ქალბატონია რა. არ ვიცი. ძალიან ძვირფასი. ვერც ახსნი როგორია ჩემთვის მასწავლებლის ეტალონი, მაგრამ მე ვფიქრობ იმ ქალბატონს შეეძლო რომ ესე იგი სიყვარულიც ეჩვენებინა ბავშვებისთვის სიმკაცრეც ეჩვენებინა ადამიანობას და იყავა ყველაფერი ალბათ რა. აი მე ჩემთვის რო ეთქვათ რომ აი ვისნაირი გინდა იყო ალბათ ვიტყოდი რომ იმისნაირი მინდა რომ იყო. თუმცა მე იმისნაირობა არ გამომდის. ეგ ვერ მასწავლა. იმისნაირი რო იყო. თუმცა ერთხელ ისტორიას გვასწავლიდა და ერთხელ რაღაცა წერილი მივწერე და უთხარი რომ ქალბატონო ლია მეთქი. მე შეიძლება ისტორია ვერ ვისწავლე მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეთქი 10 თქვენაირი რო ყავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორია ძირფესვიანად შეიძლებოდა მეთქი და მართლაც ჯერა რომ ესე იქნებოდა. და ალბათ ესეთები არიან რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ვისთანაც შეხება მქონდა ეს. ერთი კითხვა. დიახ. აი ზოგჯერ ლოცვის დროს, აი ანუ მეცინება ხოლმე რა და ის გამო შეიძლება რა არის იცი? შეიძლება მანამდე ზოგადად ადამიანი უნდა თავშეკავებული იყოს ბევრი სალაზღანდარაო და სახუმარო რაღაცები რომ მოისმინოს. არა, ნახე როგორი ამბავია. ეშმაკი ცდილობს რომ თუ მანამდე რამე გინახია სასაცილო ისეთი, აი დააკვირდი. ლოცვის დროს მოაქეს ამბები. ეხლა მაგალითისთვის რო ვთქვათ, ეშმაკი ხო არ ჩანს. მაგრამ წარმოიდგინე რომ შენ სადღაც სასაცილო კადრები ნახე. და შენ დადექი ლოცულობდა. ვიღაც მოვიდა ხილულად და ტელეფონში ეკრანში ჩაგირთო ზუსტად ის და მოვიდა და გაჩვენებს. აი ნახე და კიდე გეცინება, ხო მართ, აი გახსენდება რაღაცები. ეშმაკი უხილავე, მაგრამ მას ზუსტად შეუძლია ის კადრები მოგიტანოს, იმას ტელეფონი და ტელევიზორი არ ჭირდება. იმ კადრებს ისედაც მოგიტანს, მაგ ყველაფრის გარეშე. ხო და ამიტომ ნახე როგორი ამბავია. სანამ ლოცვას დავიწყებთ, ცოტა მომზადებაა საჭირო. აი თქვენგან ახლა სპორტზე ვინმე დადის რა. ხო და ახლა მე მაინტერესებს, სანამ უშუალოდ ვარჯიშს შეუდგებით დატვირთას, ხო ითელებით ხოლმე თავიდან, ხო გაახურებთ სხეულს, რატო რამე რო არ იტკინოთ, ხო მართალი. ლოცვასაც მომზადება ჭირდება. სანამ დაიწყებ ლოცვას, ცოტა უნდა დავშვიდე, დაწყნარდე, იფიქრო ვის ელაპარაკები, რომ ის ღმერთია, სამყაროს შემოქმედი. შენ ვინ ხარ ადამიანი, რა უნდა სთხოვო და ესე დამშვიდებული რომ მიდიხარ სალოცავად, უფრო კარგი გამოგდის. თუმცა, როდესაც ეს
რაღაც სასაცილო კადრები მოდის, ეცადე რომ გონება ისევ ლოცვის სიტყვებში ჩართო. იმას არ მიაქციო ყურადღება. თორე თუ ერთი აყევი, მე შეიძლება სხვა რაღაცას გაგეცინოს, 1000 რაღაც შეიძლება მოიტანოს ერთ წამში, ესე იგი. თუმცა დაზღვეული არავინ არ ავართ. შენც და მეც და არავინ. მეც მაქვს ხოლმე რაღაცა აზრი მომდის, რაღაცაზე გამეფიქრება, მე გაიქცეო გონება, მეც ეგრე ვწავლობ, განამარტო შენ კი არ. მეც ვცდილობ, რომ მე ისევ ლოცვაში ჩავრთო ჩემი გონება. რა ვთქვა აბა კიდე? რა ვთქვა? ორი სტიქაროსანი ყავს მამა კლასში. მოკადა 10. ნიკოლაძის. ძალიან მიხარია. სტიქაროსანი ანგელოს განასახიერებს. აღონ ახლა კიდე მეორე ნახეთ რას უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ სტიქაროსანი მარტო ტაძარში კი არ ვართ. ახლა აი კლასში ხო იციან რომ თქვენ სტიქაროსნები ხართ. თქვენ გიყურებენ უკვე ისე როგორც სტიქაროსნებს. თქვენი პატარა შეცდომაც უკვე გაცილებით დიდად ჩანს ვიდრე სხვის. და გაცილებით უფრო მაგალითის მიმცემია ვიდრე სხვის. რაც უფრო ადამიანი აი მაღალ საფეხურზე ადის სულიერად, მით უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. ახლა მაგალითისთვის რო ვთქვათ, აი მოდი ჩემთან. მოდი. ახლა აქ რო დადგე ესე და თვალები რო დახუჭო, შეგიძლია? აი ერთ ფეხზე რო დადგე და თვალები რო დახუჭო, შეგიძლია? შეგიძლია. ხო და ახლა წარმოედგინე რომ აქ რო დადექი, აქ რო მაღალი კიბე შემოვიტანო. ჩვენ გავაკეთეთ იქ საკვირაში, ეს ცდა ჩავატარეთ და ავიყვანეთ ბავში კიბის ყველაზე მაღალ საფეხურზე და იქვეუბნები. აბა ერთ ფეხზე დადექი და თვალები დახუჭე და იქ ვერ აკეთებს. გაკეთებდი? ხო და რა და რატო ვამბობ იცი? დაბლა უფრო არ ხეინა დახუჭავ თვალებს თუ მაღლა? დაბლა ხო და რაც უფრო მაღლა ადიხარ, სიფრთხილე მეტია საჭირო. აი სულიერ საფეხურზეც რაც უფრო მაღლა ადიხარ, მეტი სიფრთხილეა საჭირო. დაბლა იცი რომ არ საიდან ჩამოვარდები, მაგრამ იქიდან ჩამოვარდნა საშიში. დავძანდი და მანდაც თუ გინდა დახუჭე თან. მოდი ახლა ერთ პატარა რაღაცას გაჩვენებთ. და მე თუ გინდა ერთმანეთს დავემშვიდობოთ. ძალიან რო აღარ დაგღალოთ. ისეც დაღლილები ხართ. პირველი ცლა ხართ თუ მეორე? პირველი. კი, შეგიძლია.